ეს ამბავი ლონდონში ხდებოდა რომანოზის მორიგ გამოფენაზე. აქ მან ახალი ნამუშევრები წარმოადგინა სერიების სახით OZ08, XOF და XOI. ავტორისვა განმარტებით OZ08 არის სერია საკუთარი სამყაროს პირველ წყაროსთან დაბრუნებაზე. გამოფენის თითოეული ნამუშევარი ამ დაბრუნების მოგზაურობის ფრაგმენტია. XOF არის სერია, რომელიც გარდამავალ ენერგიებს ასახავს. ეს ნამუშევრები ხიდის როლს ასრულებს სამყაროებს შორის. XOI კი არის ინტეგრაცია. თუ OZ08 არის დაბრუნება საკუთარ თავთან, ხოლო XOF არის გადასვლა, მაშინ XOI არის მომენტი, როდესაც დაბრუნება სრულდება. გამოფენა რომანოზ OZ08 არ არის უბრალოდ ნახატების ჩვენება. ხელოვანის კონცეფციის მიხედვით ეს ავტორის შინაგანი სამყაროს გააქტიურებაა ქალაქის ფიზიკურ სივრცეში. 11 ნამუშევრიდან თითოეული არის ერთგვარი პორტალი, რომლის მეშვეობითაც მნახველი საკუთარი რეალობის ამოცნობის პროცესს გადის. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ Elden Gallery-სთან ერთად ლონდონში დღეს გავხსენით ჩვენი ასეთი ერთობლივი გამოფენა, სადაც გვაქვს წარმოდგენილი რამოდენიმე ახალი სერია და ასევე ჩვენი უნიკალური პროექტი გამოფენა სტრატოსფეროში. ჩამოვიტანეთ ნახატები, რომელიც იყო სტრატოსფეროში გამოფენილი 53 კილომეტრის სიმაღლეზე და ეს არის პირველი ასეთი პრეზენტაცია ამ ნამუშევრების ლონდონში. ლონდონურ გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები რომანოზის ცნობილი გამოფენიდან სტრატოსფეროში. მსოფლიოში პირველი ხელოვნების პროექტი, რომელიც დედამიწის საზღვრებს გასცდა. სასტუმრო The Mayfairis საგამოფენო სივრცეში ეს ნამუშევრები სიმბოლურად გამოხატავდა ადამიანის ცნობიერების გაფართოებას და ავტორის ხედვას ხელოვნებისა, როგორც მიწიერ და კოსმიურს შორის დამაკავშირებელი საშუალების. პრეზენტაციასთან ახლდა საგანგებო ვიდეო ინსტალაცია, რომელიც აჩვენებს სტრატოსფერული მისიის ავთენტურ კადრებს.